23 მაისს წმინდა მოციქულის სვიმონ კანანელის ხსენების დღეს აფხაზეთობის კვირაულის ფარგლებში სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ახალი ტაძრის მშენებლობის დაწყებას ჩაეყარა საფუძველი. სვიმონ კანანელის სახელობის სამნავიანი ბაზილიკის მშენებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით ფონდ კანანელისა და აფხაზეთის ომის ვეტერანთა ინიციატივით ხორციელდება. ტაძარი 1990-იან წლებში განვითარებულ საომარ მოქმედებებში დაღუპულ ქართველთა აფხაზთა და ოსტასულების მოსახსენიებლად შენდება. ტაძარში ლოცვები დაპირისპირებაში მონაწილე ყველა მხარის წარმომადგენლის სულის გასანათლებლად შერიგებისა და საყოველთაო მშვიდობის დასამყარებლად იქნება აღვლენილი. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, განსაკუთრებულად მინდა მივულოთ სრულიად საქართველოს და განსაკუთრებულად აფხაზეთს. ამ დღის ფორმატში აფხაზეთის მთავრობის სახელით დავატარებთ არაერთ ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ გავერთიანდეთ, გავუზიაროთ ჩვენ ერთმანეთს ის ემოციები, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს აფხაზეთთან. ეს არის ძალიან სიმბოლური ნაბიჯი, რომელიც არის ძლიერად დაკავშირებული სამშვიდობო პოლიტიკასთან და აი ამ ბაზილიკის სიმბოლური მნიშვნელობა არის ასევე იმით განსაკუთრებული, რომ ის მოიხსენიებს ყველა იმ ადამიანს, ვინც აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში დაიღუპა. დღესასწაულთა შორის გამორჩეულია განსაკუთრებით აფხაზეთობის დღესთან დაკავშირება სიმონ კანანელის ხსენების დღისა. 2014 წელს სათავე დაედო იმ დღესასწაულს, რომელმაც უნდა გააერთიანოს სრულიად საქართველოს და აქედან უნდა შეუთვალოთ აფხაზებსაც, ოსებსაც, რომ ომით გახლეჩით საზოგადოებებს გაერთიანება უწერია. ხიდები უნდა აიგოს, გაერთიანდეს ერი და მშვიდობამ უნდა დაისადგუროს სრულიად საქართველოში. დღეს ძალიან დიდი დღეა ყველა აფხაზეთელისთვის, საქართველოს ყველა მორწმუნე ქართველი ქრისტიანისთვის, სიმონ კანანელის ხსენების დღე, რომელიც მჯერა რომ იქნება მთავარი წინამძღვარი ჩვენი გაერთიანების, სწორედ ამ ტაძრის მშენებლობის და ყველა ამ ადამიანის ზეიმი იქნება სიმბოლო ჩვენი გაერთიანების და ზეიმის, ქართველების და აფხაზების თანაცხოვრების და ერთიანი საქართველოს გაბრწყინების. გორის და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ და წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ ტაძრის საძირკველი აკურთხეს და ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. სამების საკათედრო ტაძარში წირვასა და ტაძრის საძირკვლის კურთხევის ცერემონია საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ომის ვეტერანები ესწრებოდნენ.